მთელი კახეთში აქტიურ ფაზაში შევიდა. სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე კახეთის რეგიონში ყურძნის ჩაბარების პროცესს წუხელ კერძო და სახელმწიფოს მიერ დაქირავებულ ქარხნებში გაეცნო. ლევან დავითაშვილმა განმარტებები რიგებთან დაკავშირებით გააკეთა. მისი განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ მრთველი ორგანიზებულად მიმდინარეობს, ღვინის კომპანიებთან რიგები მაინც არის, რაც ყურძნის ჩაბარებისას ჩვეულებრივი პროცესია. მთელი 2015 საკოორდინაციო შტაბის ინფორმაციით, ამ ეტაპზე 50,000 ტონა ყურძენი უკვე გადამუშავებულია. Kopri are por omul. Da, e greu asta. Digia, băra. Greu. Mire ben kilo. Da, mi repto da, ca tu mi reben. Da sau eu ține, bă. Tu ar da raucână, tu ar gata cu. Ai greu nga hotel, da. Hasit cu hat mă copil. Șarșan să șezaremi cu acopile otva. Რას ვიზავთ? რომ მეტ არ გვაძლევენ? დიდი არის სამდეი პროცესი, ხელის მიმდინარეობისა, ძალიან მოკლე ხანში, ძალიან დიდი რაოდენობის ყურძნის გადამუშავება, ეს არის ჩვენი ამოცანა და იმ რესურსების რაც სახელმწიფოს ერთ სექტორს გააჩნია, ბუნებრივია გარდაუვალია, რომ არსებობს რიგი, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ეს იყოს ორგანიზებული პროცესი, არ იყოს შეთანხმება, არ იყოს უსამართლობა და ყველა ჩასაბარებელი ყურძენი საბოლოოდ უნდა დაბინავდეს.